ძალიან კარგად ცნობილი. ჭიათურის კულტურის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის კონცერტი გაიმართა. კონცერტის გამართვის იდეა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ინა ასანიძეს ეკუთვნოდა. დიდი ხანია მინდოდა ისე თავი მომეყარა ამ ბავშვებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რადგან ჭიათურის რაიონში 300-მდე ბავშვია. და მინდოდა მათთვის რაღაცა ესეთი საღამო გამეკეთებია, მე მგონი რომ გამოგვივიდა. აქციაში მონაწილეობა მიიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტმა, კეთილმა სამარიელებმა, ესევე ჯორჯია ტრეიდინგმა და საქართველოს მინერალურმა წყლებმა. ინა ასანიძის ინფორმაციით ღონისძიების აქტიური მხარდამჭერი ჭიათურის მუნიციპალიტეტი იყო. ამ ადამიანებს შეუძლიათ არა მარტო საკუთარ თავს მოუტანონ სარგებელი თავიანთი შრომით, აქტიური მოქმედებით, არამედ სახელმწიფოსაც. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას აქვს გარკვეული პროგრამები ამ კუთხით, რომლის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს ამ პირებს. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებს ეტლები და სხვადასხვა სახის საჭირო ნივთები გადასცეს. პირველ ეტაპზე შევძელით 30 ბავშვის დახმარება ჭიათურის მუნიციპალიტეტთან ერთად. მათ ჩამოუტანეთ ეტლები. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე 30-ზე მეტ ბავშვს ვერ ვეხმარებით ეტლებით, ჩვენ მათ დაურიგებთ სხვადასხვა ტიპის საჩუქრებს. და რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, რაღაც პერიოდულად მათ ყველას დავეხმარებით აუცილებლად. საქველმოქმედო კონცერტი კოკამ და ნინიმ გახსნეს. მათ რამდენიმე სიმღერა ჯგუფ სო უნივერსთან ერთად შეასრულეს. კონცერტში მონაწილეობა მიიღო მომღერალმა გიორგი შალვაშვილმა და საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის აღსაზრდელებმა. მინდა მადლობა მოუხადო დღევანდელი კონცერტის, საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორს, სულის ჩამდგმელს, ქალბატონ ინა ასანიძეს. მადლობა მინდა უთხრა კეთილ სამარიელებს, საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის აღსაზრდელებით, ორი ბავშვი, გიორგი ქვალაძე და ლუკა შევარდნაძე წარსდგნენ ჭიათურის საკონცერტო დარბაზში, რომლებმაც წარმოაჩინეს თავისთავი და ჩვენი ორგანიზაცია ემსახურება სწორედ ამ სტიგმას, რომ ბავშვებმა შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრირება და საზოგადოებამ მიიღონ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. მაყურებელს სცენიდან ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლები მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ შეზღუდული გარემო და ამ გარემოს გაუმჯობესებისთვის, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ. თუ არსებობს ერთადგომა, თუ იქნება ერთმანეთის გვერდში დგომა, რა თქმა უნდა, არ იქნება შეზღუდული შესაძლებლობა. ბევრ ადამიანებს მათ შესწევთ იმის უნარი, რომ თავისი უნარი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში წარმოაჩინოს და წარმოაჩინოს ძალიან კარგად. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის, რომ ამ ადამიანებს დაუდგეთ გვერდში და ვიზრუნოთ მათი საზოგადოებასთან ადაპტაცია. დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით ქალბატონ ინა ასანიძეს. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენ ბავშვები, რომლებიც დღეს ესწრებოდნენ ღონისძიებას, არიან ჩვენი თანამოქალაქეები, ისეთივე თავისუფალი, ისეთივე როგორც დანარჩენი ყველა და დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა და კიდევ ერთხელ გვამცნო, რომ ჩვენ მათ გვერდში უნდა ვიყოთ და გავაკეთოთ ის, რაც მათთვის იქნება კეთილი საქმე. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ძალიან კარგი იყო ჭიათურელი ხალხისთვისაც და ბავშვებისთვისაც. დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენ ჭიათურის მთავრობას და ასეთი რამე თუ იქნება ყოველთვის, კარგი იქნება. აუცილებელია მათი საზოგადოებასთან ასეთი ხშირი ურთიერთობა, იმიტომ რომ მეტად სრულფასოვნებისკენ მიდიან ბოლოს და გრძნობენ იმას, რომ საჭირო არიან ამ საზოგადოებისთვის ესენც. იზოლაცია არასოდეს არ არის კარგი. კარგისკენ იხლებიან, როცა უფრო მეტ კარგს ხედავენ. ძალიან გამხიარულდა, კარგად უსმენდა, გაერთო ცეკვავდა მუსიკების დროს და რავი, უყვარს ესეთი რაღაცები, საჩუქრებით კიდევ ხომ თლად გახარებულია და მეც მისი სიხარულით გახარებული ვარ.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სიურპრიზი მოუწყვეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედალბრუნდები და კეთილმა სამარიელმა თითოეულ მათგანს საჩუქრები გადასცა. კონცერტს სულ 300-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ესწრებოდა.